ნარკოდანაშაულის რაოდენობა და სიმძიმე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ დასკვნის საფუძველს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იძლევა. ამ შედეგების მიხედვით 2011 წელს დანაშაულის რაოდენობა 32%-ით ნაკლები იყო ვიდრე 2010-ში. 2007 წელთან შედარებით კი ეს რიცხვი ორჯერ ნაკლებია. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შავ ბაზარზე დაიკლო მძიმე ნარკოტიკების ბუმამ და შემცირდა ახალგაზრდა ნარკომანთა ასაკით. მოსახლეობის 3/4-ზე მეტი სამართალდამცველების ანტინარკოტიკულ პოლიტიკას დადებითად ახასებს. საქართველოს პროკურატურამ კვლევის შედეგების პრეზენტაციით კამპანიის პირველი ეტაპი განახორციელა. მომავალში კი იგეგმება ლიბერალური პროექტების, ზიანის შემცირების პროგრამების და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დღეს არსებული სტატისტიკური და სხვა ტიპის ანალიზი, მათ შორის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს იმას, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა დაიკლო, მნიშვნელოვნად დაიკლო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ეს არის არასრულწლოვანთა რაოდენობის კლება ნარკოდანაშაულის თანმიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთი მკაცრი პოლიტიკის შედეგი, რომელიც გაატარა სახელმწიფომ და ამას სწორედ რომ ეფექტური შედეგი გამოიღო, თუმცა იმავდროულად უნდა ითქვას, რომ შემდგომში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ გარკვეული ლიბერალური პროექტები ავამოქმედოთ ამ მიმართულებით. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და საზოგადოებრივი ინტერესების ზრუნვა. დღეს ჩვენ გადავწყვეტეთ საზოგადოებას წარუდგინოთ ინფორმაცია და მონაცემები ნარკოდანაშაულის კლების ტენდენციისა, ნარკოდანაშაულის კლების დინამიკისა. მძიმე დანაშაულის მოხმარება არის საგრძნობად დაკლებული საქართველოში და ეს კლება არის ძალიან სტაბილურად შენარჩუნებული ბოლო წლების განმავლობაში. რაც გვაფიქრებინებს კიდევ ერთხელ იმას, რომ არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა იყო ეფექტური და უნდა გავადგათ კიდევ უფრო მეტი პროგრესული და ეფექტური ნაბიჯი ამ მიმართულებით. რეალურად ჩვენ დღეს გვაქვს სურათი, როცა შეგვიძლია ვიფიქროთ ერთი ეტაპის მიღწევაზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ რეპრესიული მექანიზმების არსებობას, არამედ ფიქრს და მოქმედებას იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ დახმარების მეტი საშუალება, მკურნალობის, ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოება, რეაბილიტაცია. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამართალდამცავ სისტემასთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან და უახლოეს პერიოდში ბუნებრივია გვექნება საკანონმდებლო ინიციატივებიც.